მე და ელენეს ცოტა გული დაგვდა რომ აფხაზის ასულს მიეწოდა. რა თქმა უნდა. დიახ, ყველა. მე რაღაც საიდუმლოა არ ვიტყვი ბოლომდე ეს სიმღერა ალბათ გამოუგზავნა ჩემცოლს მისმა პირველმა სიყვარულმა რაული ერქვა სოხუმიდან აფხაზური სიმღერა და შემდეგ ბლოგში გავაჟღერებ ამ საიდუმლოს. კარგი დაელოდება მაყურებელის შემდეგ ბლოგს. მანამდე მაყურებელს ვუთხრათ რომ როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ ჩვენი სტუმარია ანსამბლი რომელიც საოცარი წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მათ ვიდეო რგოლებს მილიონობით ნახვა აქვს YouTube-ზე და უკვე 1 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ანშლაგით მიმდინარეობს მათი კონცერტები. ანსამბლი ბანია ჩვენთან სტუმრად. კიდევ ერთხელ მათ ძალიან დიდი მადლობა. ჩემი ბავშვობის მეგობარი. კი, ჭაბუკა ამირანაშვილი, რომელიც ამ შემთხვევაში შენი ბავშვობის მეგობარი როა გასაგებია, მაგრამ დღეს ჩვენთან სტუმრად არის როგორც ანსამბლ ბანის პროდიუსერი და ასევე ბექა მიქაძე და გელა გოგიშვილი იქნებიან ჩვენთან ერთად და მათთან გველის საინტერესო საუბარი. ალბათ იქიდან დავიწყოთ ერთმანეთი როგორ მოძებნეთ, ხო? პროფესორად როგორ მოძებნეს შენ თორე. ხო, მათ გიპოვეს. ხო, რაღაც საინტერესო ისტორია. აი ბიჭები მოყვებიან მაგის. აბა
მიწისქვეშა გადასასვლელიდან დაიწყო ჩვენი ყველაფერი, მუსიკაც, მეგობრობაც და ასე შემდეგ. ანუ 6 თვის განმავლობაში უკრავდით მან და ესე შევიკარეთ, ესე რომ ვთქვათ, მან და ესე შემოიკრიბეთ, ვთქვათ, გემატებოდათ ვიღაცა. ხო, და საბოლოოდ ჩამოყავდა, მე რაული ჩავიდა, მე ვემატე, მე გელა და ასე შემდეგ, მოკლედ ხო ერთმანეთ ვიპოვეთ, ესე რომ ვთქვათ, და შემთხვევით ჩაბუგა მოგისმინათ? არა, მაინტერესებს. ერთ მშვენიერ დღეს, ნუ ეხლა ეს ბიჭები მუშაობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელში, ქუჩაში, ტრანსპორტში, ანუ პოპულარობა უნდათ, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან და რაღაც ჯიგარი აქვს სხვანაირი. მე ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა ისე რომ ჩავარდათ ფული ხელში. მოვიდნენ სტუდიაში. ეგ ვასწავლეთ ეგ როგორი შემთხვევით. კარებზე ზარია აკაკუნებენ, გავაღე კარი, მე მეგონა ერთი კაცი მოვიდა, შემოდიან, აღარ მთავრდებიან, ხო იცი? რა ხდება, რაშია საქმე? ნუ ესე მოვიდა ჩაწერა გვინდაო სიმღერისო და ვიცითო რომ მუშაობთო. მოვსინჯეთ, პირველი ჩვენი ჩანაწერი იყო რაჭული, ხო? რაჭული, მოკლე კაბა რომ ჩაგიცვალს. ნუ ამან იფეთქა რაღაც საოცრად. სიმართლე გითხრათ, თავიდან ახლა არ იყო არაფერი გეგმაში, ეს უბრალოდ ბიჭებს უნდათ და ჩაწერილი იყო და ექსერადი რაღაც საჩენილიყო ვერსია. ხო, ეს რამოდენიმე თვის შემდეგ გაიზარდა სურვილი, როგორც არის ხოლმე რა. რომ გაგიმართლებს. მეორე სიმღერა იყო კავკასიური ბალადა. ამან საერთოდ შეიძლება ესე ითქვას, რომ აი მთელ კავკასიაში რაღაც თავისებური იმიჯი და თავისებური სახელი მიანიჭა უკვე ამ ჯგუფს. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ მერე ერთიანი მუშაობა. ეს ზარი და კაკუნი ხშირად შეიძლება რომ იყოს, ხო, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც დაინახეთ თან, ხო, რის გამოც გადაწყვიტეთ მათთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ სურვილი შეიძლება ბევრს კონდეს, მაგრამ ყველაში ვერ დაინახოთ, ხო, ის მონაცემი რომ მომავალში გამოვიდეს წარმატებული პროექტი. რა თქმა უნდა, სპეციფიურია, განსხვავებულია დამერწმუნებით და აი როგორ არის, იცით, თავისებურება ყოველთვის განსაკუთრებული მხარია. ბიჭებს აქვთ ის რომ ქვემოთ არიწმევენ ეს სასცენო იმიჯია მათი ზემოთ აქვთ ეს ყოველთვის ესია სადაც არ უნდა წავიდე ისი იდეა ბიჭების იდეა ეს არა ერთად მოვიდა ერთად არ მოდის ეგეთი იდეები ანუ მოხოდით ერთად და შეჯერდნენ ამ იდეაზე რომ იყოს თან არც ძალიან ფოლკლორი ყოფილიყო ან თანსაცმელი რეპერტუარში ხომ რეპერტუარში ეგრეა ანუ ფოლკლორი რომელიც ძალიან თანამედროვე ჟღერს ხო მივესალმე ცოტა ისეთი კაპრიზული ხა დათო იცი ძალიან კარგად წლების განმავლობაში დათოს და ჩვენ სულ ყველა ვეჭიდავებით სხვათა შორის კარგად ყოხდათ ქართულ მუსიკას იმიტომ რომ ჩვენი მუსიკა ჩვენი საკუთრება, როდესაც აკეთებ მიბაძვას და გინდა სხვა რამე გააკეთო, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, აქ თავისუფალი ხარ. აქ თავისუფალი ხარ და აკეთებ შენ საკუთარს. იმას, რაც შენ სისხლში გაქვს და ეს ჩანს არაჩვეულებრივად ამ ბიჭებში. ამათ კომპლექსი ამის არ აქვს, ამათ რაღაც შეზღუდვა არ აქვს. მაგრამ მეორე საშიშროება არ არის, რომ როდესაც ფოლკლორს ეხები, იქ სხვა სიფრთხილე გმართებს. ჩვენ არ ვეხებით იმას, იმ კატეგორიას მუსიკისას არსებობს ესეთი რაღაცა, რომელზეც შეიძლება არ იყოს საჭირო ხელისმოკლება. ნუ მაგალითად ხასამბები. ხო, ნუ რასაც ხელს არ არა. კიდევ შეიძლება ჩამოთვალოთ რამოდენიმე ნიმუში, რომელიც ესეთი ხელშეუხებელი არის. იცით რა არის, ხელშეუხებელი არის ისიც, რომ ჩვენ გვყავს ჯერჯერობით ერთი CD ჩავწერეთ ჩვენ და მე ერთი GDS მოგიტანეთ საერთოდ. რა კარგი აქვს მაგას. ერთი პირადად დათოს. ვიცოდით რომ დათოს წავიდა და რა თქმა უნდა, მაგაში არ გვემართება. საქმე რაშია, იცით, რაღაც თუ შეიძლება ესე ითქვას, კურსია აღებული და პირადად ტექსტის ავტორიც კი განსაკუთრებულად სხვანაირი ყავს. ჭაბუკა რაც ვიცი ხაზი გაუსვა აი ამ შემთხვევაში რაც შეკითხვა იყო დასმული. არსებობს ქართული ხალხური მუსიკა ტრადიციული და ამ ქართულშივე არის ჭარბი კავკასიური. ხვდები რას გეუბნები. და ამ შემთხვევაში კავკასიური არის ამოწეული, ხო ესეა? რა თქმა უნდა. ეს პლუს პარალელურად კიდევ ტექსტი უნდა იყოს ისეთი რომ უნდა ძალიან მაგარი ვაშკაცი ბიჭი რო გამოჩნდეს, ტექსტი უნდა გქონდეს. პარალელურად კიდევ მოცეკვავეები გვყავს ჩვენ დამატებული და ამ მოცეკვავის რითმი ხო სულ საცეკვავა და სულ კავკასიური. აი ეს რო შეიკრა, აი ეს ერთი კონცერტი, ორი კონცერტი, ათიკო ჩვენ ძალიან
ტურები გქონდა, კონცერტები გქონდა სხვადასხვა ქვეყნებში. ეხლა ვიყავ ჩვენ ერთად ვიყავით სხვადასხვა სვანეთში, მე არ ვიყავი იმ დღეს. ძალიან გული დამწყდა სხვადასხვა თუ რომ შვენიერ დრო ვატარებთ. ეჭვი არ გვეყარა. გადმოცემით ვიცი ბიჭებმა. სეულში ვიყავით, ეხლა კორეაში არაჩვეულებრივი კონცერტი გქონდა. მე ვერ წარმომედგინა დათო თუ ესეთ პულსირებას მუსიკისას. ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი მიიღებდა რა. აი, სულ ესე იქნებდნენ მხრებს, შორიდან უყურებდი და მომწონდა და სიამოვნებდა. ვერ ჩერდებოდნენ ერთად. ისე რომ ჯერჯერობით ამ გზაზე ვართ, ამ აი ეს არის სწორედ კადრები სეულის კადრები, ხო? ხო, არა, წარმოუდგენელია რომ სმენელი გაჩერდეს, არა? ზიხარ, მაგრამ მაინც ცეკვავს შინაგანად ასე. ფოტოშორის ბისზე არავინ არ გამოსულა, თქო, მან ფესტივალში. მართლა? ყოველს ვარ. იცით რა იყო საინტერესო, ჩვენამდე დათო გამოვიდნენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები. ახლა შვენიერი მუსიკოსი, მაგრამ თვითონ ხალხმა ისე არ მიიღო როგორც იმიტომ რომ ის იყო უფრო სეული, უფრო თანამედროვე მუსიკა. აქედანაც გამომდინარე ის რომ ეს ხო მასა, ეს ხო ქუჩა, ეს ფესტივალი ტარდებოდა ქუჩაში. იწყებოდა იქ სკამები და აქ იყო ყველა გამოვლენ შეეძლო მოსულიყო და დასწრებოდა კონცერტს. ძალიან მოგილები ვიყავით. საერთოდ ქართული ხალხური მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია რა. ესეთი მრავალფეროვანი ხალხური მუსიკა, მე ვსწავლობდი კონსერვატორიაში და სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომისმენია იმ მრავალფეროვნების ისეთი სიმრავლე, როგორც საქართველოშია. აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული, საგალობლებიდან დაწყებული პოლიფონიური, მრავალხმიანი და დამთავრებული ჰომოფონიური, აი მთა მაგალითად იგივე თუშეთი, სვანურის, სვანეთშიც არის საგალობლები ფანტასტიკური სხვადასხვა. არაჩვეულებრივი. და აი ეს არის რაღაც სრულყოფილია ქართული ხალხური მუსიკა ამ პატარა კუთხეში. თითქოს ღმერთი წერდა მუსიკას რა. და აი ამას ქვია ხალხური. ამ დროს რეალურად როგორც პროფესიონალურ გვერდიდან რო შეხედო, შექმნილი მუსიკა, აი ეს არ არის თვითნაბადი, თითქოს აი ესეთ იმპროვიზაციით დაბადებული, იმიტომ რომ აბსოლუტური სრულყოფილება აქვს რა, რაც უიშვიათესია. ადრე ხუმრობდი ხოლმე მე რომ რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდე, როგორც ლაპარაკობენ, ისე მღერიანია. რომ დაუკვირდით მე ხო, რა თქმა თვითონ კახეთშიც, გურიაშიც, იმერეთშიც, აი ქვემო ზემო რომ არის, ისინიც კი განსხვავდებიან ოდნავ, როგორც კი არა, ერთ სოფელში მღერიან, მაგალითად გურიაში სხვანაირად და მეორეში სხვანაირად. ანსამ ხო, აბა თქვით. არა, დაღაწნახი, აჭარული, მეგრული, ხევსურული, მთიულური, სვანური, ანუ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს და აერთიანებს თქვენი რეპერტუარი, ხო? ეხლა დაემატა ანუ აფხაზური, რომელიც ახალ ალბომში შევავალ. და კიდევ კახური და ასე შემდეგ. ანუ თითქმის ყველა კუთხეს უკვე ჩავწერთ ესე რომ ვთქვა. არა, ითხოვს ოსურს. ახალი ალბომი ახსენე და საინტერესო, ანუ უკვე მიდის მუშაობა. მუშაობა მიდის, ახალი ალბომის ერთ-ერთი სიმღერა იქნება ეს აფხაზური, რომელიც წარმოგიდგინეთ. მეორე იქნება შემდეგ შევასრულებთ მალიქას. ეს პრემიერა იქნება. ეს პრემიერა იქნება, ეს კავკასიური სიმღერა. პრემიერა იქნება ჩვენ. და განაწყენებული არ მინდა დავტოვო არც იმერლები, არც გურულები, მიუხედავად იმისა, რომ მე იმერელი ვარ, მე ძალიან გამიჭირდა. სვანური მაგალითად მე გავუკეთე ბიჭებს სიმღერა რთულია, ამას უნდა კარგი მუშაობა. ამაში გამოცდილება მივიღეთ ჩვენ და მე მინდა ისეთი იყოს ყველაფერი, რომ ხალხმა მიიღოს თავისუფლად. ზუსტად. რომ აი თითქოს და ეს სიმღერა ნამდვილად იყო და არა ვიღაცამ გაგვიკეთა, არა. ეს უნდა იყოს ქართული, მაინც უნდა დარჩეს ქართული. ანსამბლ ბანის ტურნე გრძელდება და ძალიან ბევრი კონცერტი ელოდება მსოფლიოს ძალიან ბევრ წერტილს. უკვე ნოემბერში, ხო. ეხლა ბიჭები მიდიან უკრაინაში. უკრაინის მერე გვაქვს ბელორუსის კონცერტები, მერე გვაქვს ესენდუკის კონცერტი, ესენდუკში გვაქვს კონცერტი რუსეთში და შემდეგ გამახსენეთ. აბა რა გაგახსენე. მე მივდივართ ჰოლანდიაში და მიდის ახლა მოლაპარაკება ბელგიასთან, ესპანეთთან, დანიასთან. მე მგონი ყველაფერი დამთავრდება კარგად. დამთავრდება, დაიწყება მე. დაიწყება და დამთავრდება. ხო და ქართველი მსმენელი
თქვი დათო? არა, რა მაინტერესებს, შენი კომპოზიციები თუ სრულდება დაუშვათ ავტორ საავტორო. საავტორო კი, დისკში არის ფართ. არის ხო? კი. მე იმიტომ რომ მე მიყვარს შენ როგორც სწორედ როგორც ეხები ხალხურს და ყოველთვის ნაფიქრი idო ხოლმე შენს ნამუშევარში. ერთი პერიოდი მახსოვს ერთად მუშაობდით სუხიშვილებთან ჩვენ. და საერთოდ ჩვენი თანამშრომლობა მართლა ბავშვობიდან დაიწყო და საუნდტრეკზე მუშაობდი ფილმის მარტივი პაციენტი, სადაც სხვადასხვა პირველად მთავარ როლში თამაშობდი და იქ ჭაბუკა უკრავდა საქსოფონზე. საერთოდ ბევრი რაღაცები გახსენდება, როცა ხედავ ადამიანებს სამწუხაროდ ისეთი სიხშირით ვეღარ ვხედავთ, როგორც ბავშვობაში ვხედავთ ერთმანეთს და შეხებისას თითქოს ის დრო, რომელიც ერთმანეთი არ გინახია, ქრება ხოლმე. ძალიან მიხარია რომ არსებობს აი სწორედ ზუგდიდში დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. ხოდა მე რაღაც ისე გაგეცინათ და გვაინტერესებს. სვანეთში მოვიდა, აი როგორ ჭვია მოვიდა, ესე აი ამ ხელა წვეთები მოდიდა და ესგებს ხელი რო გაგიყო ხელს მოგტეხა და რა თქმა უნდა იქ გვიმასპინძლეს და ნუ მე დიდი ხანი არ ვსვავ და ეს იყო აი bye bye drinks თუ რაღაცა პარტი ერქვა, მაგრამ ძალიან bye bye გავმივიდა. ყველას ხო, ნუ აი ფანტასტიკურად გავატარეთ რომ რასაც ქვია ღრეობა რა. ქართულად. სხვათა შორის უნდა მეკითხა ტექსტების ავტორი ვინ არის და აგერ ამოვიკითხე ბატონი ამირან ჭიღლაძეს. ამირან ჭიღლაძე და ძალიან აი იცით რა ხალხურებიც ხო? ხალხო სულ რაც კეთება იქ სულ ყველაფერი არის გადაკეთებული, რაღაც ან პერსონალურად იწერება ტექსტი და ამირანი ყავს ისეთი ნამდვილი ქართველი კაცი, რომელიც აი სვანურსაც წერს, ხევსურულსაც წერს, თიულურსაც წერს, კახურსაც წერს. აი ნუ ესეთი კარგი ბიჭი, აი კარგი შენაძენია რა ჩვენთვის. ეხლა მინდა აი ეხლა სატელევიზიო პრემიერა გვაქვს ამ სიმღერის არსად არ შესრულებულა როგორც ვიცი და რას შეასრულებენ ჩვენ მაყურებელს უთხრათ. ბიჭები შეასრულებენ მალიქას, ესეთი კავკასიური სიმღერა. ეს გთხოვთ ბიჭები. ეს სიმღერა არანაკლებად პოპულარული უნდა გახდეს კავკასიაში, ვიდრე აი როგორც კავკასიური ბალადა იყო ესეთი. აბა, მაშინ ექსკლუზიურად ჩვენს იქ ცნობილი სიმღერაა, სხვათა შორის ოღონდ ჩვენი ინტერპრეტაცია. ხო და ეს სწორედ ჩვენს ეთერში პრემიერა და ერთად ჩვენს პირველად მოვისმენთ თქვენთან ერთად. მალიკა. არიკა. Ach, baby,
არ შორს წახვალ ვერ ვიცოცხლებ მალიკა ხაძახი ძიბერგაშნა ხაისი ხოდდაგნა იალასი გამალიკა ჩამოს დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ